წელიწადში 80 მილიონი აბორტი, საქართველოში კი 20,000. უმრავლესობას საქართველოში და ალბათ მთელ მსოფლიოში წარმოდგენა არ აქვს რეალურად რა არის აბორტი. ამ ვიდეოში არანაირად არ ვისაუბრებ, რამდენად სიკეთეა თუ ბოროტება აბორტის გაკეთება. არამედ კატეგორიებად დავყოფ მთავარ არგუმენტებს აბორტის მომხრეების და პასუხს გავცემ მეცნიერული წყაროების და მიხედვით. ეს ვიდეო კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ამ თემაზე სიმართლის მოსმენა და ვიდეოს ბოლოში გაჩვენებთ ადამიანის ინტერვიუს, რომელსაც ათასობით აბორტი აქვს გაკეთებული და იმას თუ როგორ აღწერს ეს ადამიანი ამ პროცედურას. კარგი, გადავიდეთ კატეგორიებზე და პირველი არგუმენტი დავიწყოთ რეალურად სულელებზე გათვლილი არგუმენტაციით, ვინაიდან ამას გინდა სამეცნიერო და ისეთ თვისობრივ დონეზე არავინ არ განიხილავს სერიოზულად. ეს არის, რომ მუცელში მყოფი ბჭყალებში არსება არის უჯრედების გროვა. To me, I believe that it's a clump of cells. A clump of cells. სხვათა შორის ეგ სიმართლეა, თუმცა უნდა გაგიწვილოთ ცოტა იმედი, ვინც ამ არგუმენტს იყენებს, მათ შორის მეც და პატივცემულო მაყურებელო თქვენც, ხართ უჯრედების გროვა. უბრალოდ ერთი ძალიან მცირე განსხვავებაა, რომ მუცელში მყოფ ბავშვს გაცილებით მცირე უჯრედი აქვს, ვიდრე მაგალითად ჩვენს. ანუ ჩვენ უფრო დიდი უჯრედების გროვა გამოდივართ, ვიდრე ის ბავშვი, რომელიც მუცელში იზრდება. ეს მე მგონი პირველი არგუმენტაციის და სტერეოტიპის დანგრევა უკვე გამოვიდა. ახლა გადავიდეთ მეორე არგუმენტზე, რომელიც თვისობრივად უფრო რთული არის თითქოს და ვიდრე პირველი არგუმენტაცია. და ეს არის ის, რომ მუცელში მყოფ ბავშვს არ გააჩნია ცნობიერება და პიროვნულობა. და შესაბამისად ის არ არის თანასწორი დაბადებული ადამიანის. ვერაფერს იტყვი, სერიოზული არგუმენტი იქნებოდა, რომ არა მეცნიერება და მედიცინა. ამ არგუმენტაციის შესაფასებლად აუცილებელია გავიგოთ თუ რა არის ზოგადად ცნობიერება. ცნობიერება ზოგადად ორი მიმართულებით განიხილავენ, ეს არის ფილოსოფიური მიმართულება და ფსიქოლოგიური სამეცნიერო მიმართულება. მე ბუნებრივია სამეცნიერო მიმართულებაზე დავჩები, ვინაიდან ამ კუთხით განვიხილავ და რეალურად ვიგებთ, რომ სამეცნიერო მიმართულებით ცნობიერება არის, აი ახლა აქ და ამ მომენტში, ანუ აწყოში, რაღაცას როცა შევიმეცნებ. ეს შეიძლება იყოს, ავიცი, ობიექტის შემეცნება, რაღაცის წაკითხვა, რაღაცის გახსენება მათ შორის და ასე და ასე შემდეგ. ანუ შემეცნების პროცესი არის რეალურად ცნობიერება. სანამ საპირისპირო არგუმენტს მოვიყვან, ჯერ გამოიწერეთ არხი და მეორე ისინი სავარაუდოდ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან დიდი ალბათობით ისინი არ იქნებიან მომხრეები, კომაში მყოფი, ღრმაძილში მყოფი ან ანესთეზიაში მყოფი ადამიანების მკვლელობისა, ვინაიდან სულთა მეცნიერულად მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნენ ადამიანებს გათიშული აქვთ ცნობიერება. შესაბამისად, თუ მუცელში მყოფ ბავშვს არ გააჩნია ცნობიერება და მაგიტომ შესაძლებელია მისი მოცილება თუ მოკლა, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს მსგავსი ტიპის ადამიანების დახოცვაც და ეგ მორალურ ჩარჩოში არ უნდა ჩაჯდეს. რაც ალბათ პატივცემულო მაყურებლებო და პროჩოისერებო თქვენთვის მისაღები არ იქნება. ახლა გადავიდეთ კონკრეტული არგუმენტის შეფასებაზე და შეგახსენებთ, რომ ტვინის აქტივობა ჩასახვიდან მე-6 კვირას იწყება პირველად. აგერ წყარო. რა დროსაც ტვინის ეს პირველი აქტივობები აიძულებს ნეირონებს, რომ გადაადგილდნენ ტვინის კონკრეტული უბნებისკენ, სადაც ისინი ერთმანეთს დაუკავშირდებიან, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. გარდა ამისა, მე-7 კვირას იწყება უკვე ახალი კვლევების მიხედვით და აგერ წყარო, ტკივილის აღქმის პირველი პროცესი. ანუ მარტივად რო ვთქვა, თუ მაგ დროს იკეთებთ აბორტს, დიდი ალბათობით ბავშვს აწამებთ, ეგ ერთი და მეორე. თუ ცნობიერად აღქმა საერთოდ არ არსებობს, ბავშვი როგორ აგიხვავს ტკივილს, ეგ ხო კითხვა არის ძალიან მარტივი. ანუ ვიგებთ, რომ დაახლოებით მე-8 კვირას ან მე-7 კვირას ჩდება პირველი ცნობიერი პროცესები. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რეფლექსური რეაქცია, ან თვითონ გაცნობიერებულ მდგომარეობაშიც კი, თუმცა უფრო რეფლექსურს განიხილავენ მეცნიერულ დონეზე ხოლმე. ამას იცით უნდა დავამატოთ, რომ დაბადებულ ბავშვსაც და მათ შორის 5 წლის ბავშვსაც არა აქვს ბოლომდე ცნობიერება და პიროვნულობა განვითარებული. თუმცა ის ძალიან საინტერესოა, რომ როგორც კი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, მასში უკვე მოთავსებულია ისეთი ინფორმაცია, როგორც არის სქესის, სიმაღლე და მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და ასევე ის განსაზღვრავს ტვინის სტრუქტურებს ბაზისურ დონეზე, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ ტემპერამენტზე, ინტელექტის პოტენციალზე, ემოციურ რეაქტიულობაზე და უამრავ სხვა თვისებაზე, რაც მომავალში ბავშვს ჩამოუყალიბდება. შესაბამისად, რას ვიგებთ, რომ პიროვნულობა გარკვეულწილად განსაზღვრულია კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას. შესაბამისად, იმის არგუმენტი, რომ თურმე ბავშვს ცნობიერება და პიროვნულობა არ გააჩნია,
თუნდაც ჩასახვის მომენტისას არის სისულელე. ეხლა გადავიდეთ მესამე არგუმენტზე, რომელიც ასევე მთლად ლოგიკური და საერთოდ არაფერში არ ჯდება, თუმცა ხშირად განიხილავენ, რომ მაგალითად მუცელში მყოფი ბავშვი არ არის ცოცხალი. რაღაც მომენტამდე. თუმცა ძალიან ხშირად ვერ ასახელებენ რა მომენტზე არის საუბარი და როდის იწყება კონკრეტულად სიცოცხლე. It's wrong to murder a baby. You're not murdering a baby. It's Okay. not a baby. What is it then? It is an embryo. What species is the baby in the womb? A human, but it's Therefore, an they should have embryo. human rights. No! ამ არგუმენტს რომ ვუპასუხოთ, ძალიან მარტივი რაღაც გვჭირდება, რომ გავიგოთ ზოგადად რა არის მეცნიერულად სიცოცხლე და მე ეს სიცოცხლის განმარტება მიუსადაგოდ მუცელში მყოფ ბავშვს. ცოტა ბიოლოგიურად სიცოცხლე არის შემდეგი პროცესი, რომ ორგანიზმს აქვს უნარი შესაფერის გარემოში შეინარჩუნოს შინაგანი წესრიგი, ანუ ჰომეოსტაზი. აქ შეიძლება შედიოდეს შაქრის დონე, ტემპერატურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ზოგადად ორგანიზმს გააჩნია. და მეორე, გარე ენერგია გარდაქმნათ შინაგან ქიმიურ ენერგიად. ეხლა მოდი გავარკვიოთ ყველაფერი ეს აქვს თუ არა ბავშვს, რომელიც მუცელში იმყოფება. რა თქმა უნდა აქვს ის დედისგან მიღებულ ენერგიას გადარქმნის შინაგან ენერგიად და ასევე მას აქვს უნარი გამრავლდეს, გაიზარდოს და შეინარჩუნოს მისი სტაბილური მდგომარეობა დედის მუცელში, ანუ ჰომეოსტაზი. შესაბამისად ესეც გასაგებია, რომ არის სულელური და უაზრო არგუმენტი აბორტის მომხრეებისთვის. ახლა გადავიდეთ ბოლო მართლა რკინის არგუმენტზე, ეს ფემინისტების საყვარელი არგუმენტია, რომ ქალებს აქვთ უფლება საკუთარ სხეულს გაუკეთონ ის, რაც უნდათ. მეგობრებო, ბავშვი თქვენ სხეულში არ არის თქვენი სხეულის ნაწილი. ის საერთოდ სხვა სხეული არის. ბავშვისთვის თქვენ ხართ გარემო, სადაც ის იზრდება და სადაც ძალიან მალე გამოვა იქიდან. შესაბამისად, ის თქვენი სხეულის ნაწილი ნამდვილად არ არის. ისევე როგორც მე ახლა ამ კონკრეტულ სახლში რო ვიმყოფები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამ სახლის ნაწილი ვარ. მე ამ სახლს ვიყენებ როგორც გარემო. ანუ ძალიან მარტივი არგუმენტია, თქვენ ახლა სადაც იმყოფებით, ეგ არის თქვენი გარემო და თქვენ მაგ გარემოს ნაწილი კი არ ახართ, არამედ იყენებთ მაგ გარემოს იმისთვის, რომ გადარჩენთ ან კონკრეტული ქმედებები განახორციელოთ. გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტაციების მიხედვით ვიგებთ, რომ აბორტი არის ნამდვილად კვლელობა. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფოში კვლელობის უფლებას ვისი სხეულიც არ უნდა იყოს, არავის არ ვანიჭებთ. შესაბამისად, ძალიან მარტივია, თუ კვლელობა არის აბორტი, მაგის უფლება არავის არ გააჩნია. ახლა კიდე გადავიდეთ, როგორც დაგვიკვირდით იმ მომენტზე, სადაც ადამიანს, რომელსაც ათასობით აბორტი აქვს გაკეთებული, როგორ აღწერს ამ პროცედურას, აგერ ვიდეო. ბავშვის ირგვლივ ამნიონური სითხის ამოწოვის შემდეგ ინსტრუმენტი, რომელსაც სოფერის დამჭერი ჰქვია. ის დაახლოებით 33 სანტიმეტრის სიგრძისაა, დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. ამ დამჭერის სამუშაო ნაწილი დაახლოებით 6 სანტიმეტრის სიგრძისა და 1 სანტიმეტრის სიგანისაა. მას აქვს ბასრი კბილების რიგები. ეს არის ჩამჭიდი ინსტრუმენტი. როდესაც რამეს მოიჭიდება, არ უშვებს. დილატაცია ევაკუაციის პროცედურა ბრმა აბორტია. წარმოიდგინეთ, რომ შეკავთ ეს ინსტრუმენტი და ბრმად იჭერთ ყველაფერს, რისი დაჭერად შეგიძლიათ. და ქაჩავთ, ძალიან მაგრად ქაჩავთ. იმავე პროცესში ჯერ ამოიღებთ ბავშვის ფეხს. დაახლოებით ამ ხელა, რომელსაც მაგიდაზე დებთ, თქვენს გვერდით. ისევ შეკავთ, ისევ ქაჩავთ. ამოგაქვთ დაახლოებით სიგრძის მკლავი, რომელსაც ისევ მაგიდაზე დებთ, თქვენს გვერდით. და იყენებთ ამ ინსტრუმენტს ისევ და ისევ, რომ ამოგლიჯოთ ხერხემალი, ნაწლავები, გული, ფილტვები და თავი. ამ ხელა ბავშვი დაახლოებით დიდი ქლიავის ზომისაა. თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ საკმაოდ კარგად იცით, თუ ინსტრუმენტი მოხვდა რაღაცის გარშემო და თუ თქვენი თითები მაქსიმალურად არის გაშლილი მაგ მომენტში, იცით, რომ სწორად აკეთებ პროცედურას. ხოლო თუ დააწვევით და საშვილოსნოს ხელიდან თეთრი მასალა გამოვა, ეს იყო ბავშვის ტვინი და შეგიძლიათ თავის ქალის ნაწილები ამოიღოთ უკვე. ხანდახან პატარა სახე გამოდიოდა და მოხტერებოდა. მოკლედ, გილოცავთ, თქვენ ახლახან წარმატებით შეასრულეთ მეორე ტრიმესტრის დილატაცია ევაკუაციის აბორტი. ანუ პრაქტიკულად ქალის არჩევნის უფლება აღიარეთ. ნუ მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რამდენად კატასტროფასთან გვაქვს საქმე და რამდენად წამება არის ეს ყველაფერი ბავშვისთვის. ეს კიდე არის ვიდეო, სადაც პირველი ტრიმესტრში ხდება ხელოვნურად შეწყვეტა ბავშვის სიცოცხლის ვიდეო. და ბოლოში სანამ გავალთ, მოგაწვით ინფორმაციას, რომ რამდენიმე სახის აბორტი არსებობს. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის მედიკამენტოზური, სადაც ჟანგბადის და საკვების შეწყვეტა ხდება ბავშვისთვის და ბავშვი კვდება ნელ-ნელა. მათ შორის ეს კეთდება მე-7-მე-8 კვირიდან, სადაც შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი ამ ყველაფერს პოტენციურად გრძნობს და ეს იმ კვლევებზე დაყრდნობით, სადაც კონკრეტულად წერია, რომ ტკივილის აღქმა იწყება მე-7-მე-8 კვირიდან. ასევე არსებობს ვაკუუმით აბორტი, სადაც ხდება კონკრეტული მოწყობილობით შესვლა საშვილოსნოში და გამოწვევა ბავშვის. ალბათ წარმოგიდგენიათ რა საინტერესო ბრჭყალებში სანახაობა იქნება. ასევე ოდნავ მოზრდილ ასაკში ხდება კიურეტით, პატარა ლითონის კოვზი არის, სადაც საშვილოსნოდან ხდება გამოფხიკვა
ბავშვის პირდაპირ მნიშვნელობით, ვინაიდან ის საკმაოდ პატარა არის, მაგის გამოფხვიკვა ძალიან მარტივი არის მაგ შემთხვევაში და ეხლა სადაც ზევით ექიმი საუბრობდა, ამას ქვია დილატაცია, ევაკუაცია, სადაც ხდება შემდეგი რაღაცა, რომ დიდი ლითონის ფორსეპსით იჭერენ ბავშვს, იმიტომ რომ ის უკვე მოზრდილი არის და მარტო კოვზით გამოფხვიკვა ფაქტობრივად შეუძლებელია და ნაწილ გამოაქვთ ბავშვი დედის ორგანიზმიდან. ეს შეიძლება იყოს ფეხი, ხელი, თავი, ზურგი და ასე შემდეგ. მე მგონი უკვე გაირკვა რა არის აბორტი და ზოგადად რასთან გვაქვს საქმე. ჩასახვის მომენტში იქმნება უნიკალური დნმ-ები, სადაც გაწერილი არის კონკრეტული ადამიანის თვისებები, რომელიც მომავალში ექნება ამ კონკრეტულ პატარა ადამიანს. ასევე მესამე კვირიდან, აგერ წყარო, იწყება გულისცემა, პირველი გულისცემა იწყება მესამე კვირიდან. მეხუთე, მეექვსე კვირას იწყება ტვინის პირველი აქტივობები. ტკივილის შეგრძნება დაახლოებით მეშვიდე, მერვე კვირიდან იწყება. ხოლო ეს ბუნებრივია მერე განვითარების პროცესი არის ამის ჩამოყალიბება. დაბადების მომენტშივე ბავშვს არც ცნობიერება აქვს ბოლომდე განვითარებულია და არც პიროვნულობა. და ზუსტად იგივე ითქმის მუცელში მყოფ ბავშვზე. თუ ადამიანს, რომელსაც გული აქვს, ტვინის აქტივობა გააჩნია, ტკივილის შეგრძნება და ასე შემდეგ, არ არის ცოცხალი ორგანიზმი და მისი მოშორება, მკვლელობა არ არის, მაშინ მე არ ვიცი ზოგადად მკვლელობა რა არის. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, გამოიწერეთ არხი.